მოგესალმებით ყველას. მედია კავშირი ობიექტივი 3 იანვრის შემდეგ დაგიბრუნდათ ლამაზი საახალწლო საშობაო კალანდის ლამაზი დღეების შემდეგ დაგიბრუნდათ გადაცემა პროფესიონალები და საზოგადოება პირდაპირ ეთერში და დაგიბრუნდათ საახალწლო შემაჯამებელი გადაცემით, ასე ვთქვათ. შემაჯამებელი შეიძლება ზუსტად ის სიტყვა არ იყოს, რომ ამ გადაცემას შესაბამებოდეს, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ახალი წელი უკვე ძველი წელი ხდება, კვირას ნათლისღება გახლავთ და ფაქტიურად საახალწლო გადაცემა, საახალწლო გამოშვება დღეს გვაქვს ჩვენ, ამიტომ მე მინდა დიდის პატივისცემით, ძალიან დიდი მოწიწებით, დაბადების დღე მივულოცოთ ჩვენს უწმინდეს ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, ბედნიერება და სურვილების ასრულებას გილოცავთ უწმინდესო. თქვენ ძალიან დიდხანს, ძალიან ბედნიერი უნდა იყოთ. მე მინდა ყველას მოგილოცოთ შობა, ახალი წელი, კალანდა და გისურვოთ ლამაზი დღეები, მოსალოდნელი და მოულოდნელი ლამაზი სურვილების ასრულება. რაც შეეხება ჩემი დღევანდელი გამოშვების სტუმრებს, როგორც ყოველთვის საახალწლო გამოშვებები არიან ბავშვები და ჩემთან ერთად დღევანდელ გამოშვებას გაუძღვება საპატრიარქოსთან არსებული წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ ტახჭიდი. გამარჯობა მარიამ, გილოცავ ახალ წელს, დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად ხარ. ასევე ამავე სკოლის აღსაზრდელი ამიკო ჭითაშვილი და თბილისის 47 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლე ლიზა ანჯაფარიძე. ეს ეხლა პირველი გამოშვების პირველ ნაწილში. მეორე ნაწილში გვეყოლება ჩვენ ჩართვით წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლის ორი აღსაზრდელი ანა და მათე, მესამე ნაწილში კი მარიამ ანჯაფარიძე და მარიამ აბდუშელიშვილი, რომელიც ჩვენი საქართველოს ულამაზესი ადგილიდან თაგორიანი ბაკორიანიდან ჩაგვერთვება. მადლობა მანანა, მეც გილოცავ მშობა ახალ წელს, ულოცავ ჩვენს მაყურებელსაც მრავალს და ესწარით. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები არიან ლიზა და ამიკო, რომელიც მოგილოცავენ შობა ახალ წელს. ფიფქები ცხელვა და ფიფქები ღერიან, გამოდით ახალი წელია. ძალიან დიდი მადლობა ლიზა, ამიკო, ულამაზესად მღერით თქვენ და რა თქმა უნდა, მომავალში სრულად შევთავაზებთ მაყურებელს თქვენს პირად შემოქმედებას, ასე ვთქვათ. ლიზა, რა არის შენთვის შობა ახალი წელი? გაშიშვლებული ხეები, თოვლის ფანტელებით დაფარული არემარე, ბევრი მოულოდნელი და მოსალოდნელი სიახლე. ასეთი გარემო ჯადოსნურს ხდის ახალი წლის ღამეს. ჩემს ოჯახში ნამდვილი დღესასწაულია, როდესაც სუფრასთან ვსხდებით და ვმღერით. მადლობა. ამიკო, შენთვის რა არის შობა ახალი წელი? ჩემ ყველა ადამიანს უყვარს შობა ახალი წელი და რა თქმა უნდა მეც ასევე ძალიან მიყვარს ეს დღესასწაული. ამ დღესასწაულზე ჩვენი ნათესაობი ყველა ერთად ვიკრიბებით ხოლმე და ასე აღნიშნავთ ახალ წელს. ახალ წლის აღნისთვის დროს ჩვენ გვაქვს კარგი სუფრა და ასე აღნიშნავთ ახალ წელს. ასევე ჩვენ ვღერით ხოლმე სიმღერებს, ალილოს ან მრავალჟამიერს. ამ სიმღერას ვასრულებ ჩემს დასთან ან ჩემს რომელიმე მამიდაშვილთან ერთად. ასევე ჩვენ ტრადიცია გვაქვს, რომ როდესაც ახალი წლის დილა გათენდება, ამ დროს ბაბუაჩემი გარეთ გადის ჩიჩილაკით, გარედან შემოდის ჩიჩილაკით ხელში და ოჯახში კარგი ბედი შემოაქვს. მეკლეა ესე იგი ბაბუა თქვენი, ხო? დიახ. აი შენ რომ მრავალჟამიერს ვღერი, მაშინ რას გრძნობ?
მე ვგრძნობ ბედნიერებას და სიხარულს, აი რაღაცნაირად უფრო კარგი განწყობა მაქვს ახალი წლის. შენ რას გრძნობ, როცა მღერი? მე თავს გრძნობ ბედნიერად და მაქვს მხიარული განწყობა. ვისთან მღერი და რას ლიზუნა? მე დედიკომ შემასწავლა სიმღერა ფიფქებზე და მასთან ერთად ვასრულებ. ლიზა, მე დარწმუნებული ვარ, უამრავ საოპერო სპექტაკლზე ხარ ნამყოფი და ალბათ საყვარელიც გექნება. ხომ არ გეტყვი, რომელია ის? ჩემი საყვარელი საოპერო სპექტაკლი არის აბესალომ და ეთერი. და ვინ არის მისი კომპოზიტორი? ზაქარია და ფალიაშვილი. ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი აბესალომისა? უფროსი ზურა ბანჯაფარიძე და უმცროსი ზურა ბანჯაფარიძე. დიდი მადლობა. აბსოლუტურად გეთანხმები. ამე. მე ვიცი, რომ ლიზაც და ამიკოც ძალიან ლამაზად ხატავენ. მართლა? კი. მე მარიამ, ალბათ ჩემთვის მოულოდნელობა იქნება თუ გეტყვი, რომ ლიზას ნახატებსაც შემოგთავაზებს ახლა ჩემი ტექნიკური ჯგუფი და ამიკოს ნახატებსაც. ნამდვილად მოულოდნელი იყო ერთერთის მანანა. სასიხარულო მოულოდნელი ამბავი. კარგი, ვიდრე შემოგთავაზებდნენ, ამიკო. შენი საყვარელი საოპერო სპექტაკლი რომელია? მე ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ კლასიკურ სიმღერებს, მაგრამ ძალიან მომწონს ჩაიკოვსკის მაკნეტუნა. გსავსებით რა გეთახმები. მოგწონს ჩაიკოვსკის მაკნეტუნაში? ჩაი ის ზღაპარი, სადაც შედიხარ? კი, ყველაფერი მომწონს, მისი მუსიკა და ძალიან ლამაზი სპექტაკლია. არ გიფიქრია არასოდეს დირიჟორობაზე? დირიჟორმა ხო იცი როგორ უნდა შეკარას ორკესტრი და შენ ხასიათიდან გამომდინარე შენ შეძლებ მაგას და მოდი აბა იქ ფიქრე თან მუსიკალური კლასიკური მუსიკა ძალიან გიყვარს თან ორივე ისეთი ოჯახებიდან ხართ რომ კლასიკური მუსიკას ტრფიალნი არიან თქვენი ოჯახის წევრები იფიქრე ამიკო დიახ დიდი ბოდიშის მოხდით თუ შეიძლება ლიზას და ამიკოს ნამუშევრები ნახატები გაუშვათ სულ 4 ცალი გვაქვს მაგრამ არა უშავს არა ცოტა მეტიც არის ამიკო აი ნახატებზე მევიდა საქმე ჩემთვის სულ სავსებით მოულოდნელი იყო ეს ამბავი რომ თქვენი ნახატები უნდა გასულიყო ახლა ეთერში და დამაინტერესა როდის დაიწყე ხატვა აი რა ასაკიდან დაახლოებით ესე იგი ძალიან ბევრი ჩანახატი მაქვს ჩემი პატარაობის აი ძალიან ბევრი მე ძალიან პატარა ვიყავი დაახლოებით 2-3 წლის მაშინაც რაღაცა აი უცნაურ ჩანახატებს ფერებით ვხატავდი ხოლმე და დაახლოებით ხატვა დავიწყე ჩემი პირველი ნახატი დავხატე 2-3 წლის ასაკში უცნაურ ჩანახატებს რო აკეთებდი ფორმას არ აძლევდი, აბსტრაქციას ხატავდი ბავშვობიდან? არა, ფორმას ხატავდი, მაგრამ უფრო სხვადასხვანაირ ფერებს ურავდი ერთმანეთში. აბსტრაქციონისტი ხარ. მომავალი აბსტრაქციონისტი გვიზის სტუდიაში და ძალიან მიხარი, იმიტომ რომ მე თვითონ ძალიან მიყვარს აბსტრაქცია. ლიზა, შენ რა საკიდან დაიწყე ხატვა? აი ლიზას ნამუშევარია ზუსტად ეხა ეთერში. მე დავიწყე ნამუშევრების გაკეთება 3 წლისას. და 4 თვის ვიყავი 3 წლის და 4 თვის. სრული პასუხი, ხო ჩახლიზუნა? აბსოლუტური. ძირითადად რისის დახატვა გიყვარს ამიკო, აი პეიზაჟების თუ ცხოველების, ადამიანების? ძალიან მიყვარს პეიზაჟების დახატვა, უფრო მეტად მზის ჩასვლის ან ამოსვლის. სასწრაფოდ გეთახმები, მე ძალიან მიყვარს ეგეთი პეიზაჟის დანახვა და მით უმეტეს ნახატზე როცა გადმოაქვს მხატვარს ძალიან სიამოვნებს მისი ნახვა. ლიზა, შენ ისი ხატვა გიყვარს უფრო მეტად? მე მიყვარს შინაურ ცხოველებს რომ ხატავ. მარტო შინაურ ცხოველებს ხატავ? და კიდე ზღვის პირა უი, მეც როგორ მიყვარს. ზღვის პირას ცხოველებსაც ხატავ. ზღვის სანაპიროებს. სანაპიროებს ხატავ? დიახ, მას. დრა. ახლა მეც გეტყვით და მეც ვხატავ. მეც ძალიან მიყვარს ადამიანების ხატვა, მიჭირს სხვათა შორის უნდა აღნიშნო და ყველაზე ხშირად ვცდილობ ეგ დავხატო, რომ დავამუშაო. ძალიან მიყვარს. კარგი რაღაც თქვა მარიამი ცოტა თქვენზე დიდია და ესე ყურაცაღებია თქვენთვის. რაც ნაკლებად ხელ ეწიფება, იმას ხატავს. რატომ? იმიტომ რომ გააუჯობესოს. ოჩახ, ეს ძალიან კარგია. ოჩახ მარია. სხვათა შორის, როგორც აღნიშნე, რადგან მიჭირს აი მარტო არა მარტო ადამიანების და მათი აღნაგობის დახატვა, სხვა საგნების დახატვაც რომ მიჭირს, ვეძებ აპლიკაციებში სურათებს და იქიდან ვარჯიშობ. თვალით ვიხატავ და
ბევრად უკეთესადაც გამომდის და თქვენც გირჩევთ თუ რამე ის დახატვა გიჭირთ, ნიმუში აიღოთ და იქიდან თქვენით დახატოთ და მე როგორ ფანტაზიის რო გაიზრდებით და დაგიმუშავდებათ ხელით, თქვენი ფანტაზიით რაც გესურვებათ იმის დახატვა სავსებით შეგეძლებათ. მე ასევე ძალიან მიყვარს თვალების დახატვა. უი, რასაბა. ეგეთი პერიოდი მქონდა. ფურცლებს სულ თვალებით ვაფსებდი ხოლმე, აი გიждდებოდი. ეგ ძალიან რთულია. მე ვიცი, სამხატვრო აკადემიაში ეხლა თუ მეშლება მომიტევას აკადემიის მესვეურებმა, რომ სპეციალური კურსი არსებობს, აი თვალის დახატვა, ყველა ყურზე რთულია, ცხვირზე რთულია. ზოგადად ეხლა ძალიან ბევრი დეტალი აქვს თვალს, გუგას. ოჩა. ნამდვილად. მოდი ახლა თუ დავასრულეთ ამიკოსთან და ლიზუნასთან. ერთი თხოვნა მაქვს ბავშვებო თქვენთან. ჩვენ პატარა ფრაზა ვიმღერეთ, ხომ? იგივე ფრაზა რო გავიმეოროთ და აი ამით დაემშვიდობოთ და კიდევ ერთხელ მიულოცოთ მაყურებელს ახალი წელი ოღონდ ვიდეოს გარეშე. უბრალოდ ძალიან პატარა ფრაზა და წეხან თქვენ არ ჩანდით, მხოლოდ ლამაზი ვიდეო ჩანდა. გთხოვთ? ფიფქები. ისე. ფიფქები ცვივა და ფიფქები მღერიან გამოდით ახალი წელია აი ესეთი სიხარული, სიყვარული, სიკეთის-კეთების სურვილი და ბედნიერება დაგვედებოდეთ. ჩვენ რამდენიმე წუთით გავალთ სარეკლამო ჭრაზე და ზუსტად 2 წუთში დაგიბრუნდებით, არ გადართოთ. ნახე საქართველო ობიექტივთან ერთად. ქართული ხუროთმოძღვრების დიდი ეპოქის ერთ-ერთი მაღალმხატვრული ძეგლი, განვითარებულ შუა საუკუნეებში აშენებული ფიტარეთის ტაძარი. ქვემო ქართლში, თეთრი წყაროს რაიონში, ფოთლოვანი ტყით დაფარული მთებით გარშემორტყმულ ხეობაშია. ტაძრის სამხრეთი კარიბჭის შიგნით, აღმოსავლეთ კედელზე არსებული წარწერა გვამცნობს, რომ მეფის კარზე დაწინაურებულ ფეოდალს, მრავალ ომგადახდილ ქავთარ ქაჯიფაის ძეს, თავისი ხმლით მოპოვებული საფასით აუშენებია აქაურობა. მამულები შეუძენია დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში და როგორც შეგვირდით წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლის აღსაზრდელები მათე და ანა ჩუბინიძეები ჩაგვერთვებიან ახლა პირდაპირ ეთერში მარიამ გისმენ. მადლობას ვუხდი მათეს და ანას, რომ მიუხედავად იმისა, რომ აქ არ არიან დისტანციურადაც ჩაგვერთვნენ და მათესთან მაქვს პირველი შეკითხვა. ეხა შემოვლენ, მე მგონი ჯერ არ არიან შემოსულები. აი, მათე გამარჯობა. როგორი საახალწლო განწყობით ხარ შემოსული? როგორ ხარ? კარგად თქვენ? მადლობა. აი, შეგიძლიათ გაისაუბრო მათე ეთერშია. მადლობა, რომ ჩაგვერთე, შენთან მაქვს შეკითხვა. ზოგადად როგორ აღნიშნავთ ხოლმე შობა ახალწელს და წელს როგორ აღნიშნეთ ის? ზოგადად შობა ახალწელს ბაბუასთან ლაგოდაკში აღნიშნავთ, მაგრამ გადავწყვეტეთ, რომ ამ შობა ახალწელს მამიდასთან ნათესავებთან აგვეღნიშნა ეს ახალი წელი. მეორე დღესაც ნათესავებთან წავედით. შემდეგ კი ბაბუასთან ჩავედით ლაგოდაკში. იქ ბაბუმ გაშალა ნაძვისხი და დედამ მორთო. გადავწყვეტეთ, რომ ნაძვისხი მგვერთო მხოლოდ ნათურებით და სათამაშოები არ გაგვეკეთებინა. შე ძალიან ლამაზი გამოვიდოდა ალბათ, ხო?
დიახ. და ისე ყოველ წელს სათამაშოებით ვრთავთ ხოლმე თუ სწორად გავიგე? დიახ. აჰა. მათე, ხომ არ გვეტყვი, შენი აზრით ნაძვისხის პირველი სათამაშო როგორი იქნებოდა? ჩემი აზრით, ნაძვისხის პირველი სათამაშო იქნებოდა სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა ნაირი და სხვადასხვა საგანს გამოხატავდა ალბათ. შეიძლება რკინისგან იყოს, ხისგან გამოთვლილი. ზოგს არ აქვს სათამაშოები და შეუძლია ხისგან გამოთვალოს. რისგან? ხისგან. მე ხის სათამაშოები ძალიან მიყვარს მე ხო არის? პირანი რო გამოთვალო ხისგან და ჩამოკიდო. აი, ჩემი აზრით, ნაძვისხის პირველი სათამაშო ზუსტად ხისგან იყო დამზადებული და ქონდა სხვადასხვანაირი ფორმა, მაგალითად ფიფქი, ირემი, ნაძვისხე, ცხენი და ასე შემდეგ. რა კარგია ასეთი მდიდარი ფანტაზია რო გაქვთ ბავშვებო. ეს იქიდან მოდის ალბათ რომ თქვენ ძალიან კარგად ხატავთ და ძალიან გიყვართ გემოვნებიანი მხატვრობის გემოვნებიანი ნამუშევრების თვალიერება. ახლა ანა რომ მოვიწვიოთ თუ შეიძლება ანა სტუდიაში. მოდი ახლა შეცვალეთ თქვენ ადგილები და ანას დაუთმე, ხო? ანა დაჯდეს ახლა. მოგესალმებით. გამარჯობა ანა, რა ლამაზი ხარ, როგორ ხარ ანა? კარგად, თქვენ? კარგად, ანასთან ბატონები არიან დაბრძანებულები, იმიტომ არ არიან დღეს ანა და მათე ჩვენთან სტუდიაში და ხოცი სულ კარგ ხასიათზე უნდა იყო და სულ სიმღერებში და სულ გემოვნებიან ნამუშევრებში და სხვათა შორის შენ გიყვარს იმპრესიონისტების ნამუშევრების თვალიერება და აი ხა ათვალიერე. როგორ ხარ ანა, თავს როგორ გწნობ? კარგად. ძალიან კარგი უნდა გამოგვიკეთდე. ანა, აი მათეს დავუსვი წეგან კითხვა, თუ როგორი იყო მისი აზრით ნაძვისხის პირველი სათამაშო და იქნებ შენს გაგვიზიარო შენი აზრი? ჩემი აზრით ნაძვისხის პირველი სათამაშო იყო მრგვალი, როგორც ახლა არის, ოღონდ უფრო მსხვერპლი. და ანუ სხვა ფორმები არ ექნებოდა? არ ექნებოდა. ნახატები თუ ექნებოდა? ექნებოდა. მაგალითად წვნის მტევანი, შლის ნუკრი, ფიფქები, დათოლილი სახლები და ოი რა ლამაზია. ისე თუ გახსოვს დათოლილი სახლების ხატვა, რომელ ქართველ მხატვარს უყვარდა? არ მახსოვს. ელენე? ახვლედიანს. ყოჩახ. ელენე ახვლედიანს როგორ დამავიწყდა. ანა, აი ნაძვისხის სათამაშოებზე მიდგა საქმე და ჩვენი აზრები გაიგო მაყურებელმა და იქნებ ახლა გითხრა სინამდვილეში როგორი იყო ნაძვისხის პირველი სათამაშო და ვის შექმნა ის? ნაძვისხის პირველი სათამაშო შექმნა გრიგოლ კობახიძემ, იგივე ჯორჯ კობმა. იგი პატარა ასაკიდან დაინტერესებული იყო შუშის წარმოებით. მუშაობდა ჯერ საქართველოს შუშის განხილვაში, ხოლო შემდეგ ამერიკაშიც დაიწყო მუშაობა. ამერიკაში ყოფნის დროს მან დაამზადა ელექტროსანთლები. ამის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ ძველ დროს ნაძვის ხეზე სანთლებს ანთებდნენ, რაც ძალიან სახიფათო იყო. ასევე ფერადი შუშისაგან დაამზადა ნაძვის ხის სათამაშოები, ხოლო ნახატებად გაუკეთა ყურძნის მტევანი, შლის ნუკრი, რაც ამერიკელებმა ბემბით აღიქვეს. სინამდვილეში კი ვაჟა-ფშაველას შლის ნუკრი არის. ხო, შლის ნუკრი გააკეთა ჯორჯ კობმა, მართალი ხარ ანა. თავისი სოფლის პეიზაჟები, ნაძვები და სახლები. მან გააკეთა ნაძვის ხის წვერიც. დიდი მადლობა ანა ასეთი საინტერესო ინფორმაციისთვის მე ნამდვილად არ ვიცოდი და ახლა მეცოდინებ ძალიან საინტერესო იყო ნამდვილად. ანა, აი მე ვიცი რომ შენს ხატავ. დღეს მოკლედ ჩვენს გადაცემაში მხატვრების შეკრება. არ გვაქვს იმის საშუალება რომ ანას და მათეს ნამუშევრები ვაჩვენოთ, მაგრამ მე სხვა დროს არა უშავს. რა თქმა უნდა. ანა, აი ორი სიტყვით თუ შეგიძლია რომ გითხრა, როდის დაიწყე ხატვა და უფრო ხშირად რისი ხატვა გიყვარს? აღარ მახსოვს ხატვა როდის დავიწყე, მაგრამ უფრო ხშირად მიყვარს ადამიანების ხატვა. მოძრაობაში ხატავ ანა ადამიანებს? ზოგჯერ მოძრაობაში, ზოგჯერ გაჩერებულ პოზაში. ძალიან რთულია მოძრაობაში დახატვა. ნამდვილად. და პეიზაჟების დახატვა თუ გიყვარს? პეიზაჟების დახატვა? აი მაგალითად მზის ჩაცვლა ტყე. ძირითადად არ ხატავ.
უფრო ადამიანებს ანუ. ხო, შენ სასაკში რაღა შემეშალა ბაღში რომ დავდიოდი, მე დაახლოებით მაგასაკში დავიწყე ხატვა 2-3 წლის რო ვიყავი და კარგად მახსოვს, ბაღში რო რჩებოდი ხოლმე და რო გვახატინებდნენ, სულ აი დედაჩემს ხატავდი, ჩემ ოჯახის წევრებს ხატავდი. არ გამომდიოდა კარგად, მაგრამ აი მიხაროდა რომ ეხლა ჩემს ოჯახის წევრებს ვაჩვენებ გავახარებ მეთქი და მეც მიხაროდა ხოლმე რომ ხატავდი. ნახე მთავარი ის კი არ არის გამოგდიოდა თუ არა. მთავარი ის არის რომ გულით აკეთებდი. ხო, რასაც ვაკეთებთ ყველა ჩვენ თუ გვიყვარს ჩვენი საქმე და თუ გულით ვაკეთებთ, ის აუცილებლად ის უკვე გამოსულია და ის იქ უკვე წარმატება გაქვს. ნამდვილად რომ ვისაც მივყავდი, ჩემი და იქნებოდა თუ დედა ჩემი თუ ჩემი ძმა, ვაჩვენებდი იმ დღეს რა დავხატე, აი ვინ იყო იმასაც ვეუბნებოდი. და ეხლა წარმოდგენილი მაქვს ის მათ როგორ უხაროდათ და ეხაც როგორ უხარია. დღემდე შენახული გვაქვს ჩემი ნახატები ბაღის. დიდი მადლობა ანა. მათესაც დიდ მადლობას ვუხდით და იქნებ მათე ჩავთოთ თუ შესაძლებელია ისევ აი ხატრობაზე მივიდა საქმე და მასაც დავუსმევდი ერთ-ორ შეკითხვას. თუ შესაძლებელია. მათე ზუსტად 1 წუთით და ალბათ შემოვა მათე, ხო? დიდი მადლობა. მათე, ბოდიშ გიხდი წინაზე ვერ დაგისვი ეს კითხვა და ახლა მინდა დაგისვა. ვიცი რომ შენს ხატავ, შენს დაიკოსთან ერთად და მაინტერესებდა რა დროს დაიწყე ხატვა რა საკში და რისი დახატვა გიყვარს უფრო ხშირად. მე ჩემთვის არ აქვს ნიშნულობა რისი რას ვხატავ. თავამჭმე მინდა რომ ლამაზი გამომივიდეს უბრალოდ. უფრო მეხარხება პალმის დახატვა. მე რა ლამაზი იქნება წარმოდგენილი. ნამდვილად, დიდი მადლობა და ანუ ყველაფერს ხატავ, აი რაც გაგიხარდება. ადამიანების ხატვა არ გამომდის, მაგრამ შემიძლია დავხატო რამე მცენარე ან რაღაცა. უფრო ბუნების ადამიანი. აი კალათა შავლობლები რია და ვაშლი და რაღაცა. და რა ლამაზი იქნება მათე. რო არის დადებული. ყოჩა. ძისხები რო ანათებს. ყოჩა, ხად ესე ბავშვმა დახატა მთლიანად ნაჭურმორტი დაგვიდო თვალწინ. ყოჩა, მათე ეს აღთქმის უნარი გაქვს არაჩვეულებრივი და წარმოდგენილი მაქვს რა ლამაზად დახატავ. ნამდვილად გეთანხმები მანანა, მათე რო აღნიშნე რომ ადამიანების ხატვა არ გამოგდის. პატარა რო ვიყავი მეც არ გამომდიოდა ხატვა და გირჩევ მაგაში ივარჯიშო უფრო ნიმუშით შეგიძლია დაიდოს ხვისი ნახატებისგან. ახლაც ეგრე ვაკეთებ, ახლაც არ გამომდის და აუცილებლად გამოგივა ეგეც და კიდევ სხვა მრავალიც. ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო. ანა გამოჯამთელდი და გელოდებით ჟურნალისტიკის სახელოსნოში. მათე უღრმესი მადლობა ჩართვისთვის და რა თქმა უნდა გილოცავთ ახალ წელს. სულ რამდენიმე წუთით სარეკლამო ჭრა გვაქვს ჩვენ ობიექტივის პირდაპირ ეთერში და დაგიბრუნდებით ასევე საინტერესო სტუმრებით. ნახე საქართველო ობიექტივთან ერთად. ხალდე ბრძოლაში გმირულად დაცემული სოფელი. მე-19 საუკუნეში მეფის რუსეთის მმართველობამ სვანეთში მიწაზე ახალი გადასახადის შემოღება განიზრახა. უკმაყოფილება მღელვარებაში და ბოლოს აჯანყებაში გადაიზარდა. 1875 წლის ივნისში ბალზემო სვანეთიდან 2000-მდე შეარაღებულმა მამაკაცმა შალიანის ხატზე სვანური წესით დაიფიცა. თუ მეფის რუსეთი უკან არ დაიხევდა, სვანების სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებდნენ. ქუთაისის გუბერნატორთან მოსალაპარაკებლად მისული მღელვარების 13 მოთავე დააპატიმრეს, 3-ზე ძებნა გამოაცხადეს. 1 წლის მანძილზე დაპატიმრებულები დაიხუცნენ. ძებნილებიდან 2 ხალდედან იყო. სოფელს ჯარი და მილიცია მიადგა.
ხალდელებისგან გურმაჩ გასვიანისა და ჩარგას ჯოხაძის გაცემა მოითხოვეს. მოსალაპარაკებლად გამოსული გეგი და გივარდ გასვიანები ხიშტებზე წამოაგეს, რასაც გასვიანების კოშკიდან ცეცხლის გახსნა მოხვა. ცაგერის მაზრის უფროსი გრინევსკი ბეჩოს ბოქაულთან და ჯარისკაცებთან ერთად ხალდელებმა ტყვედ ჩაიგდეს და სიკვდილით დასაჯეს. ამ დროს ხალდეში 19 კომლი და 35 ბრძოლის უნარიანი მამაკაცი. და კვლავ გადაცემა პროფესიონალები და საზოგადოება კვლავ საინტერესო სტუმრების თანხლებით. 47 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე მარიამ ანჯაფარიძე არის ჩვენი სტუმარი სტუდიაში. გამარჯობა მარიამ, გილოცავ ახალ წელს და დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ. და ბაკურიანიდან ჩაგვერთვება სოფიკო ჭიაურელის სახელობის 54 საჯარო სკოლის მეხუთე კლასის, მეექვსე კლასის მოსწავლე მარიამ ავდუშელიშვილი. ხო არ შემეშალა კლასი მარიამ? არა, სწორია. გამარჯობა, დიდი მადლობა გილოცავ ახალ წელს. რა ლამაზი ხედი გაქვს უკან მარიამ. მადლობა, მეც გილოცავ. რა ქნა, საფხული ძალიან მიყვარს, მაგრამ ეთყობა ზამთარი ძალიან ჩემია. თხილამურები, ფიგურული ციგურაულის ყველაფერი ეს რაი ძალიან მიყვარს. ეხა ისეთი შექმნება მაქვს, თითქოს ჩვენც მანდ ვართ. დიახ. ზამთარი პროლამაზია, დათოვლილი ხეები, ულამაზესია. თხილამურები. კაი, დავიწყოთ. მადლობა მანანა. მარიამ, მე ვიცი რომ შენ ზღაპრებს წერ თან შესანიშნავად და ხომ არ გვეტყვი რა საკიდან დაიწყე ზღაპრების წერა? მე ზღაპრების წერა დავიწყე 8 წლიდან. და რამ გაგიჩინა სულ რო ზღაპრების წერა დაგეწყო? ჩემ კითხვას მინდა ვუთხრა რომ შური და ჩაგვრა ძალიან ცუდია და ნამდვილი მეგობრები ერთმანეთს გასაჭირში არ ტოვებენ. დიდი მადლობა. მარიამ, შენ კი ვიცი რომ ძალიან კარგად ხატავ და შენ რა ასაკში დაიწყე ხატვა? ავდუშელიშვილი. მე ხატვა დავიწყე 5 წლის ასაკში, მაგრამ პატარ-პატარა ნახატებსაც ვაკეთებდი, როდესაც უფრო პატარა ვიყავი. ჩვენ გვაქვს ახლა საშუალება, რომ მარიამის ნამუშევრები დავათვალიერებინოთ საზოგადოებას. დიახ. ავდუშელიშვილის, ბაკურიანი. დიახ. და მარიამ, შენი ფანტაზიით ხატავ თუ სხვისი ნახატებიდან იხატავ? მე ჩემი ფანტაზიით ხატავ, მაგრამ არის მომენტები, როდესაც მუზეუმში ვარ, ან სხვაგან მომწონს ნახატი, ან ჩემს ბლოკნოტში ვწერ, ანუ ხატავ, ან კიდევ ტელეფონით ფოტოს ვუღებ და თუ ბლოკნოტში ნახატი მომწონს, ვიტოვებ და ვაგრძელებ, თუ არა და თავიდან ვიწყებ, რადგან ამას ნიმუშის სახით ვაკეთებ. მადლობა. მარიამ, ახლა თუ წერ რამეს? კი. რაზეა შეგიძლია მოგვიყვე ძალიან მოკლე შინაარსი? ჩემს ზღაპარში არის ორი ძირითადი მოქმედი პერსონაჟი, კატა ნილა და პრინცი ნოე. ზღაპარი მეგობრობაზეა, თუმცა პრინცი ნოე ბოროტი გმირია და თავის ერთგულ მეგობარს გულს საშინლად ატკენს. მისი შეშურდება და კატას ნაშრომს ულამაზეს ბაღს გაუნადგურებს. მე ეგ შენი ზღაპარი მოსმენილი მაქვს და ძალიან მომწონს და ახლა გთხოვ რომ პირველი თავიც დაგვიკითხო და ისიც უნდა აღვნიშნო რომ მე მაგ ზღაპრის მიხედვით ნახატიც დაგიხატე. რაც ჩემე დავინახე. ხო, მაშინ ვიდრე მარიამ ანჯაფარიძე აგვიკითხავს ზღაპარს, აი ამ ზღაპრის კითხვის დროს გთხოვთ რომ მარიამ ტახჩიდის ნამუშევრები გავუშვათ. მარიამ ავდუშელიშვილი, შენ დარჩი ხაზზე არ წახვიდე და მოусმინე მარიამის მიერ წაკითხულ ზღაპარს და შენც გაგიჩნდება აუცილებლად შეკითხვები. თუ შეიძლება ნამუშევრები გავუშვათ ტახჩიდის. იყო და არა იყო რა. იყო ერთი პატარა პრინცის სახელად ნოე. ნოე ძალიან ცელქი და მოჩხუბარი იყო. ერთხელ მან დილით ადრე გაიხვიძა. იქით-აქეთ მიიხედ მოიხედა. გაეხარდა როცა თავისი ლამაზი დედა დაინახა. სწრაფად წამოდგა საწოლიდან. მასთან მივიდა და ჰკითხა: დედა, ჩემი მეგობარი კატა ხომ არ გინახავს? მან უპასუხა: შვილო, ის გარედგელოდება როგორც ყოველთვის. პრინცი ძალიან სწრაფად გაიქცა ეზოში, დაინახა თავისი საყვარელი და კეთილი კატა. მას ერქვა ნილა. კატამ როცა დაინახა თავისი მეგობარი პრინცი, გაეხარდა. უთხრა: ნოე,
გამოვყევი, მეშინ რაღაც უნდა განახო. რამდენიმე წუთის შემდეგ კატანილა და პრინცი ნოე მიადგნენ ლამაზ აყვავებულ ბაღს. საოცარი სანახავი იყო. ირგვლივ ვარდის საოცარი სუნელი იგრძნობოდა. ჩიტებს თავი ერთად მოეყარათ და ნამდვილი მეჯლისი გაემართათ. პრინცმა, როდესაც ეს ულამაზესი ბაღი დაინახა, შეშურდა. ასე რომ, მან გადაწყვიტა ლამაზი ბაღის განადგურება. ნილა კი კვლავ აღფრთოვანებული აგრძელებდა ბაღის დათვალიერებას. მისთვის ეს ხომ 64-ის ბაღი იყო. შეხედე ამ ლამაზ შადრევნებს, აყვავებულ ყვავილებს, ლამაზ ხეებს. ერთ-ერთი მსხალს ისხამს, მეორე კი ვაშლებს, ხოლო მესამე ატამს. პრინცი უფრო და უფრო ბრაზობდა და უმძარფდებოდა შურის გრძნობა. არა, არ მომწონს, ეს სულაც არ არის ლამაზი და აქ ყოფნა ძალიან მოსაწყენია. პრინცმა ნოემ დაიწყო ბაღის განადგურება, შადრევნების დაბინძურება, ლამაზი ჭრელა-ჭრულა ყვავილები ამოთხარა. ბოლოს ხეებსაც მიადგა, დაუდობლად დაამტრია ტოტები. კატამ ამ ყოველივეს თავისი აცრემლებული თვალებით უყურებდა. დიდხანს ხმასაც ვერ იღებდა. ბოლოს კი აკანკალებული ხმით უთხრა: მე ეს ყველაფერი შენთვის მინდოდა, ვერ წარმოვიდგენდი, ამას რა მოგივიდა. ბუნებას კეთილშობილი ადამიანები არ აზიანებენ, არამედ მისი სილამაზით ტკბებიან. კეთილი და კარგი პრინცი მეგონე. პრინცი გულდასმით უსმენდა კატას და იქვე სწრაფად უპასუხა: მერე რა, ეს ხომ ბაღია, უბრალოდ ისევ აყვავდება მცენარეები და საერთოდ ჩვენ მეგობრები აღარ ვართ. არც მე მეგონა თუ ასეთი მოსაწყენი იქნებოდი. შენ ერთი უბრალო მაწანწალა კატა ხარ. შენზე კარგი მეგობრები მყავს. მათთან ერთად უკეთესად გავერთობი. სწრაფად გაიქცა პრინცი თავის ოქროსფერ სასახლეში. ისე რომ უკან აღარც კი მიუხედავს. კატა გაუჩერებლად ტილოდა, გულნატკენი იყო თავის მეგობრის გამო. ასე უმოწყალოდ რომ მოექცა, ფიქრობდა არა თავის ლამაზ ბაღზე, რომელიც საშინლად დაზიანდა, არამედ თავის მეგობარზე. ბევრი დარდის და ფიქრის შემდეგ კატა უღრან ტყეში გაიქცა, რომელიც ისეთი ლამაზი იყო, დათვალიერების დროს კატამ სულ დაივიწყა თავისი დარდი. ეს პირველი თავია, მარიამ, შენ არა მარტო კარგად წერს და გადასარევად მღერი კლასიკურ მუსიკას, არამედ ძალიან კარგად კითხულობ. ნამდვილად, ეგურამენია. ერთი მსახიობის თეატრში მეგონა თავი. პრინცის გაახმოვანე, კატაც გაახმოვანე, პრინცის დედიკოც გაახმოვანე, ოჯახის წევრი. ერთი შეკითხვა მაქვს, მარიამ აბდუშელიშვილი, ხო ხარ ხაზზე? რა მაინტერესებს ვაფშე თქვენ როგორ ფიქრობთ? ეხლა ამ პრინცში მე დავინახე მაგალითად ორი ადამიანი, ორი პიროვნება. ერთი ძალიან გაბოროტებული და მეორე ძალიან კარგი. კარგი სად დავინახე? მანამდე კი არა, ვიდრე ესენი მეგობრობდნენ. არამედ მაშინ, როდესაც ეუბნება, რომ კიდევ მოვა გაზაფხული, მოკლედ კიდევ აყვავდებაო. ანუ ეს არის მომავლის იმედი. როდესაც იმედიანად ცხოვრობს ადამიანი, ის არ შეიძლება იყოს ცუდი. აი, აქ სად არის ზღვარი, სად გადის ცუდ პრინცსა და კარგ პრინცს შორის? აი, ეგ მაინტერესებს შენგან. ისა ვაიმე. როდის გახდა? არა, უშავს მე. როდესაც კატის ნაშრომის ბაღი დაინახა, შეშურდა მაგის. როგორ ფიქრობ, გამოსწორდება პრინცი, გამოსწორდება ხასიათი? არ ვიცი კარგად. ალბათ კი. ხო, მეც მგონია, რომ გამოსწორდება. დიდი მადლობა. მეორე ნაწილიც მოსმენელი მაქვს, მეორე თავიც. ძალიან ლამაზი ბაღია. ბოლოს მეგობრები, ფისო და მისი მეგობრები, ტყეში გაცნობილი ახალი მეგობრები აშენებენ ულამაზეს ქოხს, გაკაფავენ ამ, კი არ გაკაფავენ, გაალამაზებენ ამ ტყეს ყვავილებით, სხვადასხვა გვარი ხილით და ნუ იქნებიან მართლა ძალიან ბედნიერნი და მე მგონია რომ პრინცი მაინც დაუბრუნდება. კი ბატონო, იმიტომ რომ იმ ამბავს ხომშობლებით შეესწრენი, მე ის გალამაზებული ბაღი რომ ნახა პრინცმა, ეხა მეორე ნაწილს ყვავე, მარიამ შეისნება რთვით. იმისით შეშურდა პრინცს და მოისურვა მისი განადგურებაც, მაგრამ იქ უკვე პრინცის მშობლები იყვნენ მეფე და დედოფალი და მისი დასჯა გადაწყვიტეს და ჩემი აზრით პრინცი თავის შეცდომას საუცილებლად მიხვდებოდა. მარიამ, აბა შენ რა აზრის ხარ, აბდუშელიშვილი? ქალბატონო მანანა, მე ძალიან მომეწონა მარიამის ზღაპარი. მართლა არ მეგონა თუ ასე კარგად წერდა. აღფრთოვანებული ვარ და ძალიან მომეწონა. იცი რა არის, აი ამასაც ნიჭი უნდა, რომ სხვისი კარგი დაინახო და მე აი ასე ისაუბრო. ყოჩახ, მარიამ, დიდი მადლობა. ეს შენ დადებით თვისებაზე მეტყველებს. და მარიამის ზღაპრიდან კიდევ ის მომეწონა, რო დაწერა, რომ პრინცმა თქვა
ეს ბაღი კიდევ აყვავდებაო. ხო, მაგას მეც მივაქციე, კი. პრინცაც კი ჰქონდა პატარა იმედი, რომ მეორე შანსი მიეცემოდა ბაღს და კიდევ აყვავდებოდა. ყოჩა, არაჩვეულებრივი ანალიზია. ნამდვილად, სავსებით. მარიამ, და შენ სხვა ზღაპრებიც გაქვს ანუ დაწერილი და პირველად ვის უკითხავ ხოლმე შენს მე ნაშრომს? პირველად უკითხავ ჩემ დედას. და რამე რჩევებს თუ გაძლევს? კი, საშვენი ნიშნების. გრამატიკულად. გრამატიკულად. ანუ ისე ხელს მარტო შენი დაწერილია ყველა ზღაპარი, არავინ არ მოხმარები, ანუ? ყოჩახ, ძალიან ლამაზი იყო, მართლა აღფრთოვანებული ვარ მარიამა როგორც აღნიშნა, მეც არ მეგონა ასე აი ასეთ დონეზე თუ ამასაკის ბავშვი. ხო, ამასაკის ბავშვი თუ დაწერდა ასეთ დონემდე. მარიამ აბდუშელიშვილი. გაკურიანს ვესაუბრები. და შენ ხატავ და ეხლა ბოდიში მარიამზე გადავერთე უფრო მეტად და ეხლა შენს დაგიბრუნდი. როგორი ტიპის ნახატებს ხატავ უფრო მეტად, რეალისტურს თუ აბსტრაქტულს? თუ შეიძლება მარიამ აბდუშელიშვილის ნახატები, ბაკურიანის ნახატები გავუშვათ. გისმენ მარიამ? მე რეალისტურ ნახატებს ხატავ, მაგრამ ცოტა ნახატი მაქვს აბსტრაქტულიც. და შენს გრძნობებს თუ გადმოცემ შენი ნახატებით? მე ჩემი ნახატებით გადმოცემ ჩემს გრძნობებს, დიახ. როდესაც მოწყენილი არ ვარ ესე ხშირად, მხიარული უფრო ვარ. მე კარგად გამყვი. მაგრამ როდესაც მოწყენილი ვარ ფილმებიდან ან მოთხრობებიდან ჩემს საყვარელ პერსონაჟს ხატავ და მახსენდება ის ფილმებიდან მოთხრობები და უფრო მხიარული ხდები. მარიამ, ეხა პარალელურად მიდის შენი ნამუშევრები. აი აქ ნახე, სუ გაღიმებული სოკოები, გაღიმებული, ერთად საუბრობენ ჩიტუნები. აი სულ პირველად მარიამ თუ გახსოვს, რამ დაგაწყებინა ხატვა? აი უკვე გააზრებული ცხოვრება რო დაიწყეს, სულ პატარობას არ გულისხმობ. აი პირველი, მეორე, მესამე კლასიდან. რამ გაგაგრძელებინა ასე ვთქვათ ხატვა, თორე ბავშვობიდან ხატავით. დიახ. მე ყოველთვის მიყვარდა ხატვა, მოგესალმებით. ოჰო, ეს ბროწეულები არ ვიცოდი. შენ ბროწეულები ძალიან ლამაზია. დიახ. მე სულ მიყვარდა ხატვა ყოველთვის, მაგრამ სულ მიყვარდა ხატვა. საღამოობით უფრო მიყვარდა, რადგან აი სოფელში თუ ვიყავი, ბუნება, რომ ვუყურებდი ესეთ ლამაზ ბუნებას, სახლებს, ხეებს, ჩიტებს. ხო და ეხა არაჩვეულებრივ ბუნებაში ხარ და რო ჩამოყვალ ერთი რამდენიმე ნახატი ჩამოგვიტანე დათოვლილი ხეებით. დიახ. თან გაზაფხულის დღეები, ზაფხულის შემოდგომა, ზამთარი, ეს წელიწადის დროები ულამაზესია ყველაფერი და რაღაცნაირად მინდოდა რომ აი ყველგან ვხატავდი. ხანდახან კელერზეც მიყვარდა ხოლმე თუ დავხატავდი. დედაც მაძლევს ყოველთვის უფლებას, არანაირი პრობლემა არ აქვს. და აი ორგანიზმი მთხოვდა რომ დამეხატა და კედელზე ხატვაზე გამახსენდა, ეხა არ შემიძლია არ აღვნიშნო, რაღაცა რემონტი დასრულდა სახლში და ჯერ ავეჯი არ არის შეტანილი და ჩემი 3 წლის პატარა ლიზა უმცროსი შესულია ოთახში და რაღაცა ჩუმად არის და შევედი და დიდ ოთახში. თავარი აი რო შედიხარ და რო ხატავს. მიმდგარია და აი ესე ხატავს. ოღონდ როგორ გემრიელად, იცი? ჩემ ძმას ვთხარი, დათო მევთხარი, შედი გეხოცები ნახე რასაკეთებ. დათომ გაალებე თავი, არაფერი არ უთხრა და აი ხა დღესაც არის, დღეს 23 წლის არის ლიზა და დღესაც არის ის ნახატი. მარიამ, ძალიან კარგია რომ არაფერი არ უთხარით, იმიტომ რომ ამ ნახატებში თავის ფანტაზიას გადმოსცემს და ხო, ისე ეხლა ხო ინტერიერის დიზაინერია. მარიამ, შენ როგორ ფიქრობ, ადამიანი როდის უფრო ეძლევა თავის შემოქმედებითი ნაყოფის საზოგადოებამდე მიტანას, ანუ როდის უფრო ან წერს, ან ხატავს, ან მუსიკას ქმნის, როცა ძალიან კარგ ხასიათზეა თუ როცა ნაკლებად კარგ ხასიათზეა? აი, როდესაც ძალიან კარგ ხასიათზეა, ადამიანს უნდება თამაში, ხატვაც, მოგეხსენებათ, მაგრამ როდესაც მოწყენილია, აი მაშინ უფრო
თითქოს არ აქვს საშუალება რომ მოეჭიდოს საქმეს და მარტოა და უფრო ხატვა, მაშინ უფრო ერთ-ერთი გასალება მემოცების გადმოცემის ხო არა მარტო ხატვა, არამედ ეს გადმოცემის საშუალება არის ქორეოგრაფიაშიც. ეხლა ჩვენ კარგად ვიცით ახალი ქორეოგრაფიის ახალი პროფესიული თეატრი რომ არის გვარცა ლაზარაშვილი როა ხელმძღვანელი, აი ისინი აი ამ გადმოცემით მის მუსიკისა და პლასტიკის, კლასიკური მუსიკისა და პლასტიკის ერთობლიობით არაჩვეულებრივ სანახაობას სთავაზობენ საზოგადოებას და ძალიან მალე ხა აქვე მინდა აღვნიშნო საზოგადოებამ იცის რომ ხორავას სახელობის თეატრში მიმდინარეობდა ესეც სიტყვა მოიტანა და ხორავას სახელობის თეატრში მიმდინარეობდა რემონტი. საერთოდ ხორავას სახელობის თეატრის სივრცე რომ არსებობს, მასეთი თეატრალური სივრცე, მასეთი სივრცე დრამატული თეატრისთვის და ზოგადად თეატრისთვის საქართველოში არ არის. ყველაზე კარგია და უკვე დასრულდა იქ რემონტი და საქართველოში მყოფ ქართველებს, არაქართველებს, თბილისელებს და თბილისის სტუმრებს აქვთ საშუალება რომ აი ხორავას სახელობის ახალგარემონტებულ სივრცეში მივიდნენ და არაჩვეულებრივი სპექტაკლები და სპექტაკლებსა და შეხვედრებს დაესწრონ. დიდი მადლობა. და ქალბატონო მანანა. ბატონო, ქალბატონოს რომ მეძახეს ძალიან მეღიმება. გისმენ? მე ძალიან მომწონს ხო რომ გეღიმევათ. მარია! დიდი მადლობა. ესე იგი, თქვენ წეგან კითხვა დავისვით, რა დროს ეძლევა გადმოცემა ხაზვის? კი. მე ვფიქრობ, როდესაც მხიარულია იმ დროს, იმიტომ რომ როცა ის მარტოსული, როცა არის ის ფიქრს წყვეტს და თავისთვის ხატავს მარტოსულად, მაგრამ როდესაც ის უფრო მხიარულია და კარგ ხასიათზეა, მის მეგობარი ნებისმიერი საგანი იქნება. მაგალითად, ლექსის საშუალებით შეუძლია გადმოსცეს ნებისმიერი რაღაც. წიგნი შეიძლება იყოს მისი მეგობარი მოთხრობა. უღრმესი მადლობა. მეგობარის და ამ დროს უფრო შეუძლია მიაღწიოს ბევრ რაღაცას, ვიდრე როდესაც მარტოსულია და ცუდ ხასიათზეა. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ გილოცავ ახალ წელს და გელოდებით ჟურნალისტიკის სახელოსნოში. ხო იცი რომ ვიწყებთ უკვე? დიახ. ბედნიერად აბა. მადლობა ძალიან დიდი თქვენს ასევე. ნახოთ. მარიამ, მაშინ დროებით უნდა დაგემშვიდობო. ძალიან დიდი მადლობა შენი ზღაპრით უბრალოდ აღფრთოვანებული დარჩი ეს კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო. გილოცავ შენ კიდევ ერთხელ დამშობა ახალ წელს, მრავალს დაესწარი და ყველა სურვილის სასრულებას გისურვებ და ვუსურვებ ამ ყოველივეს ჩვენს მაყურებელსაც და დროებით შეცდომა დაგემშვიდობო. ძალიან დიდი მადლობა მარიამ, მე ვუერთდები მარიამის სურვილს, რომ ყველა სურვილი უნდა აგისრულდეს და ყველას უნდა აგისრულდეს სურვილები. ახლა კი ჩვენ გვაქვს ჩართვა ესე წეგან ჯორჯ კობზე რო იყო საუბარი, მინდოდა მე თქვა და აღარ შევაწყვეტინე ანა რომ ლაპარაკობდა. ჯორჯ კობმა ხომ ამერიკაში ცხოვრობის დროს გაითქვა სახელი. ჩვენც გვაქვს ახლა თანამედროვეები, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ და საქართველოს სიყვარულით გულანთებულები დააბიჯებენ და მხრებში გამართულები, იმიტომ რომ მუდმივად დადებითად გააქვთ საქართველოს სახელი იქ შორეულ ამერიკაში ოკეანის მიღმა და სწორედ ერთ-ერთი ასეთი ულამაზესი ოჯახის მოლოცვა მინდა შევთავაზო მაყურებელს. ესენი არიან თქვენთვის ყველასათვის ძალიან კარგად ცნობილი ქალბატონი ლეილა მჭედლიშვილი, მისი შვილი დიანა ირემაშვილი, ქალბატონ ლეილას ორი შვილი ყავს, მაგრამ მადონა აქ არის, დიანა ირემაშვილის მეუღლე ელ ხაკიმოვი და მათი შვილები სანდრო და მიკა ხაკიმოვები. გვილოცავენ კანადიდან, კანადაში ცხოვრობს ეს ოჯახი, გვილოცავენ კანადიდან შობას ახალ წელს ლამაზი სიმღერით. გთხოვთ ჩავთოთ ვიდეო და ჩვენ მე და მარიამ დაგიბრუნდებით ცოტა ხანში. ჩვენი ოჯახი გილოცავთ შობა ახალ წელს. ძალიან მოგვენატრა საქართველო, დიდი ხანი არ ყოფილ ვართ და მე მინდა უსურვა საქართველოს თავისუფლება და გამარჯვება და აუცილებლად დავბრუნდებით საქართველოში.
გილოცავთ შობა ახალ წელს, მეც ძალიან მომენატრა საქართველო და იმედია დავრუნდებით ერთად, ხო? საქართველოს გამარჯვებას. და ბოლოს მე ვიტყოდი, რომ ძალიან მიხარია, რომ ჩემი შვილიშვილები, რომელიც და ჩემი სიძე, რომლებიც კანადაში ცხოვრობენ და აქ გაიზარდნენ, ქართულად მეტყველებენ, ქართულად მღერიან, მრავალჟამიერში კიდევ სხვა ხალხურ სიმღერებს. ეს ალბათ დიანას დამსახურება რა თქმა უნდა და მადლობას ვუხდი დიანას. მე კი ჩემო ქართველო ხალხო, მოგილოცავთ შობა ახალ წელს. აი ეს რაკეთობა მე სპეციალურად შობის დღისთვის გავაკეთე. აი ეს ანთელი მე მინდა ჩემ საქართველოს უნათებდეს გზას გამარჯვებისკენ და ყოველივე კარგისკენ. ჩემო საქართველო, მან დავიდგი შენს მიწაზე ბავშვმა ფეხი. მან ვისწავლე იავნანა სიყვარულის, შენი შვილი, შენი მთისნა, შენი მდელოს, მუხლმოდრეკით დგავარ შენს წინ საქართველო, დალოცული იყავით ჩემო ქართველო ხალხო, გაიხარეთ. ძალიან დიდი მადლობა, არაჩვეულებრივი ოჯახი. ქალბატონმა დიანამ აღნიშნა, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებითო. მე ქალბატონ ლეილასთან არაერთგზის მგონია საუბარი დაბრუნების შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ მართლა ძალიან მალე დაბრუნდება ეს ოჯახი და თქვენი მიწაწყალი თქვენ გელოდებათ. უღრმესი მადლობა მოლოცვისთვის და ჩვენი მხრიდან გილოცავთ. ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და სურვილების ასრულებას გისურვებთ. მარიამ, წუთნახევარი მრჩება და შენთვის რა არის ახალი წელი? ჩემთვის ახალი წელი არის ძველი წლის წარმატებით დასრულება და ახალი ფურცლიდან შეხვედრა. ამ დროს საშუალება გეძლევა ადამიანს, დაიწყო ყველაფერი ახალი ფურცლიდან, შეიცნო შენი თავი ახლიდან, გქონდეს ახალი მიზნები და მიაღწიო მათ. ასევე წლის ბოლოს გეძლევა საშუალება გადახედო შენ იმ წელს, რომ რას მიაღწიე, როგორ გაატარე ის და შენ თავ შენიშვნებიც გაუკეთო, როგორ თუ რამე არ მოგეწონა. მე პირადად ეგრე მირჩევნია ხოლმე. ეგრე ვაკეთებ ხოლმე. გამოვასწორო და მომდევნო წელი უფრო ნაყოფიერად გამოვიყენო და გავატარო ჩემს ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა, გისურვებ ყველა სურვილის ასრულებას. დიდი მადლობა, რომ შენ ასე არაჩვეულებრივად გაუძახე დღეს გადაცემას. მე მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ვინც გვიყურეთ და გვისმინეთ. გილოცავთ ახალ 2025 წელს.
მრავალჟამიერ საქართველოს.